გორელოკაში მცხოვრები ვლადიმერ გორგაძის საქონლის ქურდობისთვის პოლიციამ ბრალი მისსავე ოჯახის წევრებს დასტო. მას შემდეგ რაც დაკარგული ორი ხარი მოხუცმა თავად ვერ იპოვა, ნინოწმინდის პოლიციას მიმართა. მეორე დღეს კი გორგაძემ დაკლული საქონელი მიტოვებულ ბოსელში ნახა და სამართალდამცველებს ამის შესახებაც შეატყობინა. ამბობს, რომ ადგილზე დაკლული საქონლის მხოლოდ თავები და შიგნეულობა დახვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნინოწმინდის პოლიციაში ვლადიმერ გორგაძე ჩვენების მისაცემად დაიბარეს, რის შემდეგაც დაკითხვაზე წაიყვანეს მისი შვილი და ორი სიძეც. 8 საათიანი ლოდინის შემდეგ პოლიციამ ხარების ქურდობაში ბრალი გორგაძის ოჯახის წევრებს დასტო. რო ჩამოვედი ასე იყო დაგვიჭირესო. პოლიციამ დაგვიჭირა მილიციის უფროსმა და ეს ჰქონდა თვალზე დანარტყამი. აქ გაშავებული ჰქონდა პატარა სიძეს. აშანტაჟებდნენ რომ ვითომ ბაბუასაო თქვენ დაუკალითო და ანერვიულებთ და არ ამბობთ. ვიყოფილა მაგი რომ ჩემ იმაზე ჩემი ბაღანას ცემოს და სიძეები უთხრა. რომ დავკარგე ერთი ვიზარალი და მე ცემად შიში დასანდაჟება რა შუაში უთხრა. ვლადიმერ გორგაძის შვილი და სიძე ამბობენ, რომ დაკითხვისას ნინოწმინდის პოლიციის თანამშრომლები მათზე ძალადობდნენ. მათივე თქმით, სამართალდამცველებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აიძულებდნენ ბრალი იღიარებინათ. მეც მაგინა ჩემ სიძეს გალახვითაც გალახა. ჩემ მეორეხას შეურაცხყოფები აყენა დაგვაშინა პირადად რა ვიცი დიდი ესე თქვენი გაკეთებული საქმეა თქვენო და ბრალითო სხვასაო და მე ამის მე აღარ მოსულა რა ვიცი. თქვენ თქვითო ესო? ვას თქვენიო დაწამლულია ეს საქონელი და იწამლაო თქვენო. და დასკდაო და ჩააბარენ ცაცხაო და შენ გიწევ სიხეო მითხრა. იყო პოლიციის უფროსი მე მაგას არ გაპატიებ უთხრა შეგინებას მithumet ეს კდარი და ყავს არ გაპატიებ მეთქი მე უთხარი და არაფრად არ შეაგდო ჩემი სიტყვები. და გვეუბნებოდნენ ეგეთ რაღაცას რომ თქვენაო იპოვენითო ბალახით გაბერილი და გახეთქილი საქონელიო დაკალითო და ვერეუბნებით მოხუცსაო და ხორცი ჩააბარენითო საცხაო წაიღევითო და არ ამჟღავნებთ სიმართლესო. ძალადობდა მაგაზე პოლიცია. გარტყმითაც გამარტყა სიტყვიერად გვაგინებდა რა ყველანაირად ძალადობდა. გორგაძეები ამბობენ, რომ აჭარიდან ჩამოსახლების შემდეგ თავს მესაქონლეობით ირჩენენ. ორი ხარის დაკარგვით კი ოჯახმა მნიშვნელოვნად იზარალა. ფაქტის შესახებ ყვებიან მათი მეზობლებიც. 9 საათზე დაამბა საქონელი 11-ზე მოვიდა უღები აღარ იყო. ასე ვფიქრობთ ვიღაც სოფელშია. მე კი არა მთელი პოლიცია ხალხი ფიქრობს რომ ვიღაც შიგნით ყავს. კი ბატონო, სცემეთ გავიგე მეგეც რომ სცემეთ, მაგრამ მეგეც არის დიდი დანაშაული. ალბათ არ უნდათ მათაც გამოძიება და იმიტომ. ნინოწმინდის პოლიციაში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. მასე დაურეკეთ პრესსამსახურს და იქ გაარკვიეთ. არ შეიძლება რომ შევხვდეთ ჩვენ აქ? არა, საქმეზე აკას ყველანი არიან გასაქმეზე გასული მარტო საქონლის ქურდობასთან დაკავშირებით გორგაძეები სამართალდამცველებისგან ფაქტის სამართლიან გამოძიებას მოითხოვენ. მათი თქმით ზარალი დიდია, ამიტომ ფაქტს შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს. ზარალი იმინაზღავ რომ რატო დავისკნეს. დამაკავეს მე თუ დასაკავებელი ვიყავ, რატო გამომიშვეს. რამდენი ხანი იყავით დაკავებული? დილიდან საღამომდის რომ ქურდს ხელი შესწობოდა ალბათ.